ჩვენ რეალურად ის არის, რომ მოსახლეობაში პოლიტიკურ პარტიებს აქვს ნდობის კრიზისი. რეალობა ეს არის ხალხის თვალში აქვს ნდობის კრიზისი და ეს არის გამოსასწორებელი. ამას ვერ გავაკეთებთ მარტო რუსთაველიდან და როცა ადამიანთან მიდიხარ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ვერ გამოდის ამ პროტესტში. მას უნდა რაღაც გზა შესთავაზო და ეს გზა რა თქმა უნდა არის არჩევნების გზა. იმიტომ რომ ყველა მოდის. საბოლოო ჯამში რო არ ყოფილიყო ის ნიჰილიზმის თესვა ამ არჩევნების მიმართ, ხო? აუცილებლად მოვიდოდა და ჩვენ რო ვერ საუბრებით მარტო ევროკავშირზე, ევროპულ ღირებულებებზე, ეს ევროპული ფასეულობები და ღირებულებები ადამიანებს უნდა ცოცხლებსა და სულ ცოტა ხნის წინ ახლა ანიმ გაუსვა ხაზი გზას. გზის გარდა იქ ძალიან ბევრი რაღაცა კეთდება. მაგალითად ძალიან ცოტა ხნის წინ, სულ რამდენიმე დღეს წინ ღოღობერიძის ქუჩაზე ავარიული შენობა, რომელიც 4 წელია, ლამის შეიძლება გადმოინგრეს და რომლის წინაც მარშრუტკებიდან საიდანაც მოსწავლეები გადაყავთ, შემოღობეს ეს გზა. თითოეული ეს ამბავი, როგორი რაღაცა არის. თქვენთვის შეიძლება გეღიმებათ ახლა, მაგრამ თუ პოლიტიკოსი არ ინტერესდება კონკრეტული ადამიანის პრობლემებით, იმ ადამიანს არ ჯერა, რომ ის პოლიტიკოსი ინტერესდება ქვეყნის პრობლემებით. ამიტომ თითოეული ერთი ფრაზი დავასრულებ, მინდა და ხმას არ ამოვიღებ, მე პირდაპირ უბრალოდ. დიდი და პატარა პრობლემა არსებობს, მოუგვარებელი და მოგვარებული პრობლემა. ამიტომ ადამიანებთან უნდა მივიდეთ და იმ კონკრეტული ადამიანის პრობლემას არ უნდა შევხედოთ ისე, რომ თითქოს ეს მნიშვნელოვანი არის. თითოეული პრობლემა არის უმნიშვნელოვანესი. რამდენიმე ფრაზი და ხმას არ ამოვიღებ, მე უბრალოდ პირდაპირ ხმას არ ამოვიღებ, უნდა ვუპასუხო. შემოღობაზე გამახსენა და უნდა პირველი აუცილებლად უნდა ვთქვა ეს, რომ ნახეთ, კი